მე ვარ ნინცა ბერიძე 6 წლის. სწავლობ 22 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, სიმღერა, ჭამა. ჭამა კი არა საჭმელების გაკეთება. ყველაზე უფრო მიყვარს საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი გავაკეთე 3 თვის უკან. ეს საჭმელი იყო ბლინები. მე ახლა გასწავლეთ ბლინების გაკეთებას. ხდება კვერცხით, ქვილით და რძით. ესენი უნდა აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში. მერე დავასხათ ტაფასზე და შევჭამოთ გემრიელი. მე მიყვარს ბლინები, შოკოკრემით და არაჟი. პიცის გაკეთებაც ვიცი, ბებია თუ მეხმარი. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. მე შემიძლია შევჭამო 4 თალი ხინკალი. თუ ძალიან მშიერი ვარ, შევჭამ 5-ს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწა. მე ვიცი გოგონას ხატვა, ყვავილის ხატვა, ზამთარის ხატვა, კიდევ ვიცი ვარსკვლავების და თოვლის ბაბუას დახატვა. თოვლის ბაბუ არის ჩემი მეგობარი და სულ მოდის ჩემთან. შარშან მაჩუკა როლიკა. წელსმინდა მაჩუკოს აიფონი. ჩემი ოცნების საჩუქარია აიფონი და აიფონის საათი რო ურეკავი. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. ახლა მაქვს 10 კარგი ნახატი. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა რომ გავყიდო. თითო ნახატი ეღირება 15 ლარი. მე როცა ფული მაქვს, იდულავ 1 შოკოლადს. ეს ტკბილეული არის შავი პლეტკა შოკოლადი. ჩემი საყვარელი ფერია იასამნი. არ მიყვარს ყვითელი ფერი. ჩემი სკოლა იმიტომ რომ მიყვარს, რომ კარგი კლასელი ვიყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ანიტა. ყველაზე ძალქია ლუკა. ყველაზე მშვიდია იოსები. მე ვარ ყველაზე ლამაზი ბრანჭია და ნიჭი. მე ვიბრანჭების სარკესთან ვისმევ პომადას, თვალის და საწებებელს და ლამაზ კაბას. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია მარინა კამაშვილი. იმიტომ მიყვარს რომ გვეხუტება ბავშვებს და რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე ექიმობა იმიტომ გადავწყვიტე რომ ხალხს დავეხმარო. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ფეხის მასწავლებელი. ჩემი საყვარელი თამაშია მგელობა. ახლა მინდა ვიყო 10 წლის იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ვარ. სახლში ვცხოვრობთ მე, ბაბუა, ბებია, მამიკო და დედიკო. და ძმა ჯერ არ მყავს და მალე მეყოლე. მინდა მყავდეს 2 დაიკო და 1 ძმა. მამიკო არის ნიჭიერი, სიმპათიური და უშიშარი. დედიკო არის ჩემსავით ბრანჭია, საყვარელი, ლამაზი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხატები. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედა ენა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი დედიკოზე. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდები ნამდვილი პრინცესა. ისე ყველაზე უფრო ვგავარ ფერიას. დედიკო და მამიკო სულ მეუბნებიან რომ ფერი ახლა. სამოგზაუროდ მინდა წავიდე იტალიაში. ყვავილები და მე ვგავარ იას. ასე იმიტომ მგონია რომ ძალიან საყვარელი ვარ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ჰობი? ჩემი ჰობი არის სიმღერა. თავისუფალ დროს სახლში სულ მღერი. ჩემი საყვარელი სიმღერაა ჩემი ხატია სამშობლო. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა რომ მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. ხოლმე მეჩქარება და მჭირდება ეს ძალა. ყველაზე ხშირად მეჩქარება სკოლაში. ბედნიერება არის აიფონს რომ აჩუქებენ და დედიკო რომ მიყვარს. კიდევ ის რომ ასეთი ფერია გოგო ვარ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.